დღეს საქართველოს დაზოგვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი, საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და 5 ქართული კომერციული ბანკია. ღონისძიებაზე სოციალურ მედიაში გამოცხადებულ ყურაბების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების დააჯილდოეს. საქართველოს ეროვნული ბანკიც უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღეს, რაც კიდევ ერთხელ იმის შეხსენებაა, რომ თვითონმა ჩვენთაგანმა კარგად უნდა ვისწავლოთ ჩვენი შემოსავლების და ხარჯების სწორად განაწილება. წელს მსოფლიო დაზოგვის დღე განსხვავებულად აღინიშნება. სოციალურ მედიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა ყურაბების კონკურსი, რომელშიც 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ გამოაგზავნეს თავიანთი ნახატები, დაასახელეს დაზოგვის მიზანი და შემდგომ შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები და ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა საჩუქრებით. ჩვენ 35 ქალაქში 40 სერვის ცენტრის საშუალებით აღვნიშნავთ ამ დღეს და ამით შევახსენებთ მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია დაზოგვა. ფინკა ბანკი აქტიურ პოპულარიზაციას უწევს ამ მიმართულებას და 2016 წელს აქცენტი სწორად დაზოგვის მნიშვნელობაზე იქნება გაკეთებული.